პრაქტიკულად არ არსებობს კაცი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ქონია წარუმატებელი სქესობრივი აქტი. და ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ თქვათ, სხვადასხვა შიდა თუ გარე პირობების გამო, გარემოებების გამო, კაცს არ ქონდა საკმარისი ერექცია სქესობრივი აქტის დროს. ან მოხდა ნაადრევი ეაკულაცია, ან საერთოდ ვერ მოხდა ეაკულაცია და ასე შემდეგ. ბუნებრივია, რომ წარუმატებელმა სქესობრივმა აქტმა, თუნდაც ერთჯერადად, შესაძლოა შემდგომში გამოიწვიოს პრობლემები. და ეს უმეტეს შემთხვევაში არის დაკავშირებული ფსიქოლოგიურ ფაქტორთან. მამაკაცს უჩნდება გარკვეული შიში, ქვეცნობიერი, რომელსაც ის ვერ აცნობიერებს, რომელიც ხელს უშლის ნორმალურ სქესობრივ ურთიერთობებში. ახლა მე კონკრეტულად ერექციულ დისფუნქციაზე მინდა გესაუბროთ და აღვნიშნო, რომ სუსტი ერექცია დაახლოებით 80% შემთხვევაში არის დაკავშირებული ფსიქოლოგიურ ფაქტორთან. თუმცა შესაძლოა ეს იყოს გამოწვეული სხვადასხვა უროგენიტალური დაავადებებით და ჰორმონალური ცვლილებებით, მაგალითად ტესტოსტერონის ვარდნით და მაღალი პროლაქტინით. PLP პროცედურა, რომლის შესახებ მე ვისაუბრე წინა ვიდეოებში, იძლევა არაჩვეულებრივ შედეგს ყველა ამ შემთხვევაში. ეს არ ნიშნავს, რომ კაცს არ სჭირდება მკურნალობა რაიმე სახის უროგენიტალური დაავადების დროს, ან არ სჭირდება მაგალითად ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის კონსულტაცია, თუ მას აქვს მსგავსი პრობლემები. მაგრამ PLP პროცედურა ყველა ამ შემთხვევაში არ აქვს მიზეზს მნიშვნელობა, იქნება ეს ფსიქოლოგიური თუ ჰორმონალური და ასე შემდეგ, იძლევა კარგ შედეგს, რადგან ერექცია არის დაკავშირებული სისხლის მიმოქცევასთან და სასქესო ასოს ერექციას განაპირობებს მისი სისხლძარღვების შევსება სისხლით და PLP პროცედურა სწორედ ამას უზრუნველყოფს, რომ გაუმჯობესდეს სასქესო ასოს სისხლით შევსება ერექციის დროს. ჩვენ PLP პროცედურა უკვე ჩაუტარეთ 32 პაციენტს და აქედან შედეგი მოგვცა დაახლოებით 30%-ში პირველივე PLP-ის შემდეგ. არის პაციენტები, რომელთანაც შედეგი გამოჩნდა 3-4 პროცედურის შემდეგ და უშედეგო PLP ჯერჯერობით არ ქონია. თუმცა გამორიცხული არ არის 1%, რომ PLP-მ არ მოგვცეს შედეგი გარკვეული მიზეზების გამო. ვის უნდა მიმართოთ PLP პროცედურის შემთხვევაში? უნდა მიმართოთ ექიმ, უროლოგ, ანდროლოგ გიორგი ნაცვლიშვილს და წინასწარ უნდა დარეკოთ და ჩაეწეროთ მასთან კონსულტაციაზე.